ამირანი, ზღაპარი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი მოხუცი მონადირე, სახელად სულკალმახი. სახლი ედგა ისეთი უდაბური ტყის მახლობლად, რომ ხის წვეროები ცას ებჯინებოდნენ. შინ ჰყავდა ცოლი დარეჯანი და ორი პატარა ვაჟი, ბადრი და უსუპი. ერთი უფროსი ვაჟი შორეულ ქვეყანაში ჰყავდა გადახვეწილი. ერთ დღეს სულკალმახს ნადირობაში შემოაღამდა. ბინათ ერთ მაღალ კლდეს მიაშურა, სადაც გამოქვაბული ეგულებოდა. ეს წვრილი და მაღალი კლდე კოშკივით იყო ამართული და ზემოთ და ქვემოთ გამოქვაბულები ჰქონდა გამოკვეთილი. ქვემო გამოქვაბულში სულკალმახს უწინაც ბევრჯერ შეუფარებია თავი. ახლაც ამას მიაშურა. ღამე მშვიდობიანად გაათენა, მაგრამ განთიადისას რაღაც კივილი შემოესმა, ქალის ხმას გავდა. წამოიჭრა ზეზე, გამოვარდა გარეთ და აშკარად შენიშნა, რომ ხმა ზემო გამოქვაბულიდან ჩამოდიოდა. დააპირა ასვლა, მაგრამ გამოქვაბული ისე მაღლა იყო, რომ თვალი ძლივსას წვდებოდა, ასავალი კი არსაიდან ჰქონდა. დაბრუნდა სახლში. ცოლს უბრძანა, ხვალისათვის საგზალი დამიმზადეო და თვითონ მჭედელთან გასწია, რომელსაც ერთი რკინის ხვედა და ერთი გუდა სატეხე შეუკვეთა. მეორე დღეს აიკიდა საგზალი და გუდა და გასწია კლდისაკენ. მივიდა კლდის ძირში და დაუწყო სატეხეებს კლდეზე მიჭედება. რამდენ სატეხსაც მიაჭედდა, იმდენ საფეხურს აკეთებდა და სულ ზევით მიდიოდა. ბოლოს, როცა სატეხეები გამოელია და ხვედა გაუწვდა, გამოქვაბულსაც მიაღწია. შევიდა შიგ და გაოცებული დარჩა. გამოქვაბულში ნადირობის ქალღმერთი დალი იწვა. ტანთ არაფერი ეცვა და მზესავით ნათელ სახეს ოქროს მოკლე თმები უმშვენებდა. ეტყობოდა თმები წაჭრილი ჰქონდა, რადგან ისეთივე ოქროს გრძელი ნაწნავები იქვე ეყარა. ქალი საშინლად კიოდა და აქეთ-იქით აწყდებოდა. მოხუცი მონადირე რომ დაინახა, თვალები გაუფრწყინდა და კივილი შეწყვიტა. მონადირე მოწიწებით მიუახლოვდა, თაყვანისცა და კითხა, ხომ არაფერს მიბრძანებო? ქალმა თავი დაუქნია და ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვებით შემდეგი უამბო. ჩემი საყვარელი ბინა ეს გამოქვაბულია. ჩემი საყვარელი სანადირო ეს ტყია. მთელი ჩემი ღონე ჩემს ქალწულობაში და ამ ოქროს ნაწნავებში იყო, მაგრამ ახლა აღარც ერთი აღარა მაქვს და ჩემი აღსასრულიც მოახლოებულიაო. ერთ ღამეს ღრმაძილში რომ ვიყავი, აქ ვიღაც მონადირე შემოპარული იყო. ოქროს ნაწნავები ჩემი ოქროს მაკრატლით წაეჭრა და გვერდში მომწოლოდა. ახლა ჩემი სათხოვარი ეს არის, რადგან სიკვდილი არ ამცდება, ამ ცოდვის შვილს მაინც ნუღარ ჩამატან საფლავში. აიღე ჩემი ჯაყვა, გამჭერი მუცელზე და ბავშვი გამოიღეო. თუ ვაჟი იყოს, ამირანი დაარქვი. თუ ქალი იყოს, რაც გინდა ის დაარქვიო. ჩემი შვილი გმირი გამოვა. მას რომ მუცელში დრომდის დასცლო და ისეთი იქნებოდა, თვით ღმერთს შეებმოდა. ახლა კი ნაკლები იქნებაო. როცა მუცლიდან გამოიღო, სამს თვეს დეკეულის ფაშში შეინახე და შემდეგ კიდევ სამ თვეს ყუროს ფაშში, რომ რაც დედის მუცელში დააკლდა, ის შეივსოს და გამოიშუშოსო. შეწუხდა მონადირე, გაჭრაზე უარი თქვა, მაგრამ ქალი არ მოეშვა და ძალაუნებურად უნდა დასთანხმებულიყო. გაუჭრა ხელების კანკალით მუცელი და იქიდან მზის მსგავსი ვაჟი გამოვარდა. აიხუტა ბავშვი გულზე მონადირემ, დაუყვა რკინის საფეხურებს და დაბრუნდა სახლში. ცოლის დახმარებით იქ სულ ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც დალისაგან ჰქონდა დაბარებული. ბავშვი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა. ერთი დღისა, ერთი კვირისას გავდა. ერთი კვირისა, ერთი თვისას და ერთი თვისა, ერთი წლისას. დარეჯანს ისე შეუყვარდა პატარა ამირანი, რომ თავის შვილებს ერჩივნა და ამიტომ ამირანს დარეჯანის შვილს ეძახდნენ.
რადგან სულკალმახი ხანში შესული იყო და დღე-დღეზე სიკვდილს მოელოდა, გადაწყვიტა ამირანი მდიდარი კაცისათვის მოენათვლინებინა. როცა მოვკვდები, ამირანს ნათლია წაიყვანს და გაზრდისო. მართლაც ნათლიად მდიდარი კაცი დაპატიჟეს. მაგრამ ნათლობის დღეს სულკალმახის სახლში გლახად ჩაცმულმა ქრისტე ღმერთმა ჩამოიარა და სთხოვა მას პინძელს. ამირანი მე მომანათვლინე. სულკალმახმა უარი ვეღარ უთხრა და მოანათვლინა. ქრისტე ღმერთმა ამირანს დაანათლა გაქანებული ზვავის სიმართე. 12 უღელი ხარკამეთში ზღონე და მგლის მუხლი. ბალღობით სისაწყლე და სიბეჩავე. ვაშკაცობაში ომი და ჭირსახდე. დიდხანს არ გაუვლია მოკვდა სულკალმახი. მალე დარეჯანიც თან მიხვა. დარჩნენ ობლები მარტო. ამით ისარგებლეს სულკალმახის ძველმა მტრებმა, დევებმა, დაეცნენ ობლების სახლკარს და სულ ცეცხლისალი აადინეს, ააოხრეს და გადაბუგეს. დევების დაშინებული ძმები გადაიკარგნენ, სადღაც ჩაბალხეთში ჩაიხვეწნენ და დღე და ღამე ცის ქვეშ შეეყარნენ, კერა ნაცარი ენატრებოდათ. ბადრი, უსუპი, ამირან, ობლები დავიყარენით, დევების დაშინებულნი ჩაბალხეთს ჩავიყარენით, ღველფარ გვინახავს, კერაი, საჩალეს მოვიზარდენით. გავიდა ხანი. დაიზარდნენ ობლები. დავაშკაცდა ამირანი და ისეთი ღონიერი გახდა, რომ მიწას უმძიმდა მისი ტარება. საოცარი სმაჭამა იცოდა. თვალები საცრისოდენა ედგა და ერთი კბილი ოქროსი ჰქონდა. უსუპი და ამირანი მშვენივრები იყვნენ. ცოტა კაცი ამირან, ცოტა სმაჭამა ეყოფა. სადილად ბუღაკამეჩი ვახშმად არც სამი ეყოფა. ბადრი ქალსა ჰგავს ლამასსა, საქმარეთ გამზადებულსა, უსუპი ბროლის ციხესა, თავბოლო გამაგრებულსა, ამირან შავსა ღრუბელსა, საავდროთ გამზადებულსა. ერთხელ ამირანი და მისი ძმები სანადიროდ გავიდნენ. ერთ ირემს დაედევნენ და ერთ მიყურებულ მთაში ბროლის კოშკს წაადგნენ. შიგ ბადრისა და უსუპის ძმის ცული გმირი ცამცუმი ესვენა და თავზე ცოლი და დედა დასტიროდნენ. სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი. გადიარეს 9 მთანი მიათენი ალგეთისნი. მინდორს კვალნი გაუკულიეს დანაჭლიკნი ეშმაკისნი. მთას ირემი წამოუხდათ ოქრო იყო რქანი მისნი. უცხო მთაზე კოშკი ნახეს ანაგები ბროლის ქვისი. გაუარეს გარეგურგულად ვერ იპოვეს კარი მისი. სადაც რომ მზემ პირი მოჰკრა ამირანმა, მუხლი მგლისი კოშკმა პირი იქ გააღო, იქ შეიბა კარი მისი. კოშკში ლომი წოლილი იყო, გამძრევ არვინ იყო მისი. იმას თავით რა შეება, ტოტით მიწას თხრიდა ისი, მარცხნივ რომ შუბი ეყუდა, წვერით სასახევდა მისი, მარჯვნივ ედო თავის ხმალი, პირი ჰქონდა ალმასისი. ერთ კუთხეში ოქრო ვერცხლი, ნაგროვები ცამცუმისი, გვერდით ეჯდა თავის დედა ცრემლა დასტიროდა შვილსა, თავით ერთი ქალი ეჯდა, ზღვას ერევა ცრემლი მისი, თითებსა და თითებს შუა წიგნი ჰქონდა ქაღალდისი, წაიკითხეს, შიგეწერა, ძმის სული ვარ უსუპისი. სანამ ვიყავ მტერი ვმუსრე, არ შევჭამე ჯავრის სხვისი, მოვკვდი, მხოლოდ ჯავრი გამყვა ერთი დევი ბაყბაყისი. ვინაც მოჰკლავს ბაყბაყანსა, ჩემი შუბი ალალ მისი. ვინც მახარობლად მომივა ჩემი ხმალიც ალალ მისი. ვინც დედმამას და მიმარხავს, ჩემი ფული ალალ მისი. ვინც რომ დებსა გამითხოვებს, ოქრო ვერცხლი ალალ მისი. ვინც მე მომივლის დამმარხავს, ცოლიც, რაშიც ალალ მისი. ეს რომ ძმებმა წაიკითხეს, სახეზე მწუხარება დაეთყოთ, რადგანაც ცამცუმი მათი ნათესავი გამოდგა. ამირანმა ურჩია, აქ რაღაც ვდგევართ. იმ ბაყბაყდებს ხომ მოვკლავთ და მოვკლავთ,
მიცვალებული როგორც წესია დავმარხოთ, ავიღოთ ბარემ ეს ფულები, ქალი და რაში, წავიყვანოთ და წავიდეთ. ანდერძიც ხომ ასიაო? ძმებმა დაუშალეს. სირცხვილია, ვინ რა სიტყვისო? ნუ ამირან, ძმათა მზესა ნურა გინდა ნურავისი, თორემ გმირნი დაგძრახავენ, მკვდარი გაუცარცვავს სხვისი. მკვდარს მოუარეს, დამარხეს, კოშკის კარი გამოხურეს და წავიდნენ ბაყბაყდევის საძებნელად. მართლაც გზაზე ბაყბაყდები შემოხვდათ. გაეგო ცამცუმი მომკვდარაო და შესაჭმელად მოდიოდა. ამირანმა შეუტია. სად მიდიხარ შეაყროლებულო, საითკენ მიეჩქარებიო? უსუპის ძმის წული ცამცუმი მომკვდარა და მისი მძოვრი საჭმელად მივალო, უპასუხა ბაყბაყდევმა. ამირან დევი ბაყბაყი ჩასაუბრობენ ტკბილათა, ხმალზე ხელი აქვს ამირანს, ცხარე ომი აქვს გულადა. შენ ქრისტიან კაცს არავინ შეგაჭმევსო, უთხრა ამირანმა, ტყუილად მიხვალ და მიეხეტებიო. მას შენ და მიჭერ გზასაო, უპასუხა დევმა დაცინვით და ეძგერნენ ერთმანეთს. ამირან დევი შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალი, ამირანმა დევი დასცა, ადგილი შეხვდა ქვიანი, დასცა და მხარი მოსტეხა, დააწყებინა ხრიალი. დევი შეშინდა და შეეხვეწა. ნუ მომკლავ დარეჯანის ძევ, ხელი გაფიცო ხმლიანი, მანდილი დედიშენისა თაკლია ოქროიანი, ზღვას გაღმა ქალი გასწავლო, სახელად ყამარ ქვიანი, საყამარო საკაბასა 7 დღე უნდა მზიანი, 7 კვირეული საპონი 17 კოკა წყლიანი, წასვლა ადვილი იქნება, მოსვლა გახდება გვიანი. მოყარული ხარომისა გზა იქ გექნება მტრიანი, თან შიკრიკს გამოგაყოლებ ვაჟია ღალატიანი. ამირანს უნდოდა დევი ცოცხალი გაეშვა, მაგრამ ძმებმა უთხრეს, თუ არ მოკლავ, ცუდ საქმეს გიზამს, დევი არ დაიზავებაო. ბაყბაყდევი სამთავა იყო. ამირანმა უსმინა ძმებს, 2 თავი მოსჭრა და მესამესაც რომ დაუწყო ჭრა, ბაყბაყდევმა სთხოვა, ხო მკლავ და მკლავ, ეს მაინც ამისრულე, ჩემი თავებიდან 3 ჭია ამოძვრება და იმათ ნუ დახოცაო. მოსჭრა ამირანმა მესამე თავიც, ბაყბაყდევის თავებიდან მართლაც 3 ჭია ამოძვრა. უსუპმა უთხრა ამირანს, რა კი 1 ჭირი მოიშორე თავიდან, პარე მეორეც თან ააყოლე, ეგ ჭიები სასიკეთოდ არ ამოძვრნენ დევის თავებიდან, ეგენიც დახოცეო. რას ამბობ? უპასუხა ამირანმა, დევმა რამ იყო ჭიები რას მიზამენო? ჭამამ რამ იყო, ლოკვამ რამ იყოსო? ერთით ხოვნა ხომ შენაგისრულე, ეს ერთიც დევისათვის ამისრულებიაო. არ დახოცა ჭიები, გაანება თავი. რა კი ბაყბაყდევი მოიშორეს? ამირანმა უთხრა ბაყბაყდევის შიკრიკს, აბა შიკრიკო, გვასწავლე გზა ყამარისკენ სავალიო. გაჩქარდი ფეხი ააჩქარეო. გაუძღვათ წინ შიკრიკი და გასწიეს. ბევრი დღე და ღამე იარეს, მაგრამ გზას დასასრული აღარ უჩანდა. შიკრიკი ერთ გზაზე რომ გაატარებდა ძმებს, სხვა გზით დააბრუნებდა და იმაზედვე წაიყვანდა. უნდოდა მათთვის გზა აერია და დაეხოცა. უსუპმა შეატყო შიკრიკს ხალატი და გავლისას ერთ კუნძს ისარი დაჰკრა. მართლაც მეორე დღეს შიკრიკმა ძმები იმავე გზაზე გამოატარა. უსუპმა თავისი ისარი იცნო, აემღვრა სისხლი, გაუშვირა ხელი ამირანს კუნძისაკენ და უთხრა, ვერ გაგიგია ამირან, არ გამარჯვების ნიშანი, მესამედ იქვე მოვედით გუშინ რომ დავკარ ისარი. ამირანი გაჯავრდა და შიკრიკ შეუტია, შიკრიკო, გზანი გაიხვენ, თუ არ ხარ თავის მისანი, თორე აგიღე გაგთალე რო საკიდობნე ფიცარი. გაუძღვა შიკრიკი ძმებს და გაიყვანა ერთ ტრიალ მინდორზე. გაიხედა ამირანმა და დაინახა, რომ ის 3 ჭია ბაყბაყის თავებიდან რომ ამოცოცდნენ, ვეშაპებად ქცეული იყვნენ. ერთი თეთრი იყო, ერთი წითელი და ერთი შავი. მიდიოდნენ და მიიმღეროდნენ. მინდორში 3 ჭიანი მიდიან, მიიმღერიან, თვალს უცემს დარეჯანისძე, მაგათთან ომი მწადიან. აბა ძმებო,
მეტი ღონონი არ არის, მაგ ვეშაპებს უნდა შევებათო. მაგრამ ბადრმა და უსუპმა ძლიერ შორს დაიჭირეს. აკი გირჩიეთ არ დაგვიჯერე, ახლა როგორც გინდოდეს ისე მოიქეციო. შენი საცოლის გულისთვის სულ ძმები დავილიენითო. მაშინ ამირანი თავის აბჯარს მიუბრუნდა და უთხრა, ჩემო ხმალო და აბჯარო, საძალეთ მომეშველენითო. და დაუწყო ვეშაპებს სასტიკი ომი, მოკლა თეთრი, მოკლა წითელი და შავსა შეება მაშვრალი. მაგრამ შავმა ვეშაპმა ჩაყლაპა დაღლილი ამირანი და თავის დედას ზღვას მიაშურა. შავმა აიღო, ჩაყლაპა, შავი ზღვისაკენ გასწია. ეს რომ ძმებმა დაინახეს, გული მოუბრუნდათ ამირანზე და გამოუდგნენ შავ ვეშაპს. უსუფმა სტყორცნაისარი და 9 ადლი კუდი მოსწყვიტა. ვეშაპს ერთი რკინის ბოძი ჰქონდა. როცა ვისმე ჩაყლაპავდა, მივიდოდა ამ ბოძს შემოეხვეოდა, დაამტვრევდა და მოინელებდა. ახლაც ამ ბოძს მიაშურა, შემოეხვია, მაგრამ კუდი პირში აღარ მისცდა, რადგან მოწყვეტილი ჰქონდა და გადარჩა ამირანი დამტვრევას. ვეშაპმა დედა შესჭივლა. მუცელ სამგვრემს თითქოს ცეცხლი მეკიდებაო. ვაიმე შვილო, თუ დარეჯანიანი ჩაყლაპე ვინმე, იმათ კაცს შენ ვერ მოინელებო. რა კაცი იყო, რა ფერი ჰქონდაო? საცერივი თვალები ჰქონდა და ერთი ოქროს კბილი ედგაო. ამირანი ყოფილა შვილო, დარეჯანისზე და შენი შველა აღარ ეგებაო. მართლაც ამირანს ჩექმის ყელში ალმასის დანა ედო. ამოიღო, გამოსჭრა ვეშაპს მუცელი და გამოვიდა. ძმები ისევ წავიდნენ ყამარ-ქალის საძებრად. 1000 თავგადასავალი გადახდათ, 1000-გან იომეს და ღვარეს სისხლი. ბოლოს მიადგნენ 9 ძმა დევის კარს. ეს დევები ძალიან გახვიებულები იყვნენ. ერთი უზარმაზარი ოჯახი ჰქონდათ, ყავდათ უთვალავი ქალი და რძალი, ბალღები და მოხუცებულები. მუდამ დღე აუღებელი სუფრა ედგათ, არცა მუშაობდნენ და სულ უქმად ეყარნენ. ამირანი მივიდა დევების კარზე, გაივლის და გამოივლის და უყურებს დევების კარებს. ერთმა ქალმა დაინახა ამირანი, შევიდა და უთხრა დევებს, აქ ვიღაც კაცი მოსულა, კარებზე დასეირნობს და აინუნშიაც არაგდებს, რომ აქ ახართო. დევებმა თქვეს, ის თუ იქნება, დარეჯანისზე იქნება, სხვა აქ არავინ მოვიდოდაო. გამოგზავნეს ერთი ქალი და უთხრეს, გადი გაუარ გამოუარე, გაუცინე და ეგები იმანაც გაგიცინოსო. თუ ოქროს კბილი გამოუჩნდა, შემოდი შეგვატყობინე, თადარიგი უნდა დავიჭიროთო, თორემ დარეჯანისზე ადვილის სასტუმრო არ არისო. გამოვიდა დევის ქალი, გაუვლის და გამოუვლის ამირანს, გაუვლის და გაუცინებს. ამირანმა უთხრა, რას იცინი დევის ქალო, რას მიელვებ თეთრსა კბილსა, გამივლი და გამომივლი, გამისინჯავ ბაგე კბილსა, სომეხი ვარ, ტანტრე მქვია, დავკარგე და ვეძებ ვირსა, დღეს დავკარგავ, ხვალ ვიპოვნი, ჩემი ბედი ასე სჭრისა. ქალი შინ შევიდა და მოახსენა დევებს. ოქროს კბილი და საცრისოდენა თვალები აქვს იმ კაცს, ვირები დაუკარგავს და დაეძებსო. სანამ ქალი ლაპარაკს გაათავებს და დევები იარაღს აისხამენ, ამირანი შეუვარდება დევებს და წაიკაფიავებს. ვაშკაცო, გულოვანო, ღვინისფერო მცინარეო, ხმლის სიმოკლე რაც დაგიშლის, ფეხი წადგი წინარეო. დაერია დევებს თავისი მოკლე ხმლით და სულ ერთიან ამოჟლიდა. დევების სისხლით სახლი თავამდე აივსო. სისხლის გუბე ყელამდის მოადგა ამირანს, შეიკრა, შეკუთდა და დაახრჩობდა კიდევაც, რომ ბედისაგან განწირული ყოფილიყო. ბედად სისხლში ერთი დაჭრილი დევი ფართხალობდა ამირანის ახლოს. ამირანი დასწვდა დევს, ესროლა სახლის კარებს და გაამტვრია. სისხლმა ერთი დაიჭექა, დაიგრიალა და ბურთივით გავარდა კარში. რაკის სისხლი მოშორდა, ამირანმა მხრები გაიწია, გაიბერტყა და თავისუფლად ამოისუნთქა. გაწმინდეს ძმებმა სახლი, მიალაგ მოალაგეს, მოაწყვეს და დაიწყეს შიგ ცხოვრება. მაგრამ ამირანს დიდხანს არ დაუდგა გულის სახლში. ცხადადაც და სიზმარშიც თავისი ყამარი აგონდებოდა. ბადრს თეთრონის თხოვა,
უნდა მათხოვო შენი თეთრონი, ყამარის წამოსაყვანად მივდივარ და თუ იმოდენას სიკეთეს მიზამთ თქვენთ წამოხვალთ, ეგ ხომ ყველაფერს ემჯობინებაო. ბადრო, მათხოვე თეთრონი, ზღვაში გავიდენ გრევითა გავიდე, გამოვიყვანო ქალიამა ნათი მზევითა, თან ყურძენ გამოვაყოლო ტკბილია დედის რძევითა. ათხოვა ბადრმა თეთრონი, ძმებიც გაჰყვნენ და წავიდნენ ყამარის მოსაყვანად. ამირანმა ძმები ზღვის გამოღმა დატოვა, თვითონ კი თეთრონზე შეჯდა და შევიდა ზღვაში. გააპო ზღვა, გავიდა გაღმა და გააშურა ცხენი ყამარისაგან. ყამარს დედმამა ცაში ჰყავდა და მისი კოშკიც ცაზე იყო ჯაჭვით ჩამოკიდებული. ამირანმა ჰკრა დეზი თავის ცხენს, შეახტუნა მაღლა, მისუდა ჯაჭვს თავისი ხმლით, გაწყვიტა და კოშკი მიწაზე ჩამოვარდა. მიაგდო ამირანმა ცხენი ფანჯარასთან და შესძახა, ჩამოდი ყამარო, ჩვენს საწავიდეთო. ყამარი ჯამჭურჭელს რეცხდა და არ ეცალა, ჩამოსძახა, ამოდი ცოტა შეისვენე, მე ჯამჭურჭელს დავრეცხ და მერე წავიდეთო. ამირანმა დააბარაში ძირს და თვითონ ყამართან წავიდა. ყამარმა დარეცხა ჯამები და ამირანს უთხრა, შენ კი დააწყეო, ფრთხილად დაალაგე, არაფერი გასტეხო. აწყობს ამირანი ჯამებს და ერთი ჯამი, რამდენჯერაც ამირანი პირქვედ დადგამს, იმდენჯერ გადმობრუნდება გულაღმა. გაბრაზდა ამირანი, დასცა წიხლი ურჩს ჯამს და დაამსხვრია. გატყდა თუ არა ჯამი, მთელს უთხრა, ნატეხმა ნატეხს დადგა ერთი ჟრიამული და ხმაურობა, აიშალა ჭურჭელი და სულ ერთიან გასწია ცისაკენ, ყამარის მამისაკენ. ყამარი მოიტაცეს, მიეშველენითო, დაგვეკარგა, მდევარიო. ყამარმა უთხრა ამირანს, ის ჭურჭელი ჩვენ კარგს არ დაგვაყრის, თუ ჩქარა არ წავედით, მამაჩემი გამოგვიდგება და ადვილად ვერ გადაურჩებითო. შემოისვა თეთრონზე ყამარი ამირანმა და გაქუსლა. ცოტა გზა რომ გაიარეს, საშინელი ქარი ამოვარდა. გრიგალი ატყდა. ამირანმა აიხედა მაღლა და თქვა, ამ ცაში კი არაფერი ნიშნებია და ამ მიწის პირზე რაღა ამბავიაო. კარგა გზა გაიარეს და დაუშვა წვიმამაც. ამირანმა კიდევ აიხედა ცაში და თქვა, დიდება შენთვის ღმერთო, წეღან ცავათვალიერე, საავდრო ჰაერი არ იყო და ახლა საით მოვიდა წვიმაო. ეგ ქარი მამაჩემის ლაშქრის ფეხის მტვერიაო, უპასუხა ყამარმა. ეს წვიმა კიდევ დედაჩემის ცრემლია, ჩემს დაკარგვასა სჩივიანო. აჩქარდი ამირანო, აჩქარდი და აჩქარა ყამარმა. ამირან გვალესა, მუხლად გაქებენ მალესა, ამბრნი, უმბრნი და არაბნი ცხენს შესხდებიან ჩქარესა, მალედვე მოგეწევიან, ომს გაგიწევენ ცხარესა. ამირანმა შეაგულიანა ყამარი, ამოდიარეო, ამოდიარე ყამარო, გზათა ვერ დაჰლევ ბრძოლითა. არცა ვარ ტყისა ხოხობი მომინადირონ ქორითა, არცა ვარ ჭალის კურდღელი რომ დამიჭირონ მწევრითა, არცა ვარ ხისა ფურცელი გადამიტანონ ქარითა. მოვლენ და მეცაკ დავხვდები ამ ჩემის გორდა ხმალითა, უსუპითა და ბადრითა, მესამით ამირანითა. სუყველას თავებს დაგიჭრი საპურყველიო დანითა, იმ მამაშენის ლაშქარსა გაუმაძღარსა ღომითა, მარტო გაუხდი ჩხუბათა, მარტო ვეყოფი ომითა. გამოვიდა ამირანის ზღვას, გამოიყვანა ყამარიც. მოდგა და მოდგა მდევარი ჯარიც, ყამარის მამისა ხომალდებით. გაივსო ზღვის მიდამო. ბადრს უთხრა ამირანმა, შეკაზმე ძმაო შენი თეთრონი, შეჯე, ჩადიდ აბა, რამდენი ხანი დაგელევა ლაშქრის შემოვლაშიო. ბადრის თეთრონი ისეთი იყო, რომ ერთის წლის სავალს ერთ საათში გაირბენდა. ზღვა და ხმელი იმისათვის ერთი იყო. ადგა ბადრი, შეკაზმა თავისი თეთრონი, შეჯდა და ჩავიდა. დაარჭო ერთ ადგილს ისარი, რომ იქვე მოსულიყო, საიდანაც წინ და წინ გააქცევდა ცხენს. ჩაარჭო ისარი, გააქცია ცხენიც, მაგრამ ეშმაკებმა მოგლიჯეს ისარი და უკან გამოუდგნენ ბადრს. ყამარის მამის ლაშქარი სულ ქაჯებისა და ეშმაკებისგან იყო შემდგარი. არბენინა ბადრმა დიდხანს თავისი თეთრონი, მაგრამ ისართან მაინც ვერ მივიდა. ბოლოს დაბრუნდა ამირანთან და უთხრა, ტყუილად ვირბინეო, 9 დღე მივლია, 9 ღამე, გარსა ვერ მამირბენია, ამ ჩემი თეთრონისთვინა ოფლი არ შემიშრენია, ამ ჩემი მათრახისთვინა ფოჩი არ შემირჩენია.
მერე შეჯდა ამირანი და ჩავიდა ჯარის დასათვალიერებლად. დაარჭო ისარი და გააფრინა თეთრონი. მოცვივდნენ ეშმაკები, დაებღაუჭნენ დარეჯანის ძის დასმულს ისარს, მაგრამ ვერ ამოაწვრეს. შემოურბინა ამირანმა ლაშქარს ერთს წამიერა ხანს და მოვიდა ძმებთან. უსუპს უთხრა, ჩადი უსუპო იომე, მერე ჩვენც მოგეშველებითო. ჩავიდა ვაჟი უსუპი, ჩავიდა სახელიანი, ჩავიდა და ჩაზომა სალაშქრო გზები, შეუტია ჯარს, იომა, იბრძოლა, გაანახევრა ჯარი, მაგრამ თვითონაც იქ დადვა ვაშკაცურად თავი, მოკლეს უსუპი. ამირანს გულმა გაუგო, უსუპის თავს ჭირიაო და ბადრს უთხრა, ან ჩადი ბადრო, ან ჩავალ, ან გამილესე ხმალია, ჩავალ და ვეღარ ამოვალ, ვაიმე შენი ბრალია. ამირანის წესი იყო, სადაც ომში ჩავიდო და ან გაიმარჯვებდა და ან მოკვდებოდა. სირცხვილიანის შინ მისვლა სიკვდილის ჯობს სახელოვანიო. იტყოდა ხოლმე ამირანი. შეჯდა ახლა ბადრი და ჩავიდა ძირს სისხლის საძებრად. იომა ბადრმაც, მაგრამ მოჰკლეს ისიც. მაშინ ყამარმა უთხრა ამირანს, შენი აბჯარი მე მომეც, მე ჩავალ საომრადაო. რას ამბობო, გაუჯავდა ამირანი. დედაკაცებს თავისი საქმე ნუ გავიწყდებათ. რა შენი საქმეა ხმალი? ხმლიანი მე ვარ, მე ჩავალო. ეგრა ნამუსია ან სახელი ჩემთვის, რომ შენ იომო და მე აქით გიცქეროდეო. მაშ თუ ჩახვალ, უთხრა ყამარმა, არ დაიშალო, ეს მაინც ამისრულეო. ომშით რომ გამოდიოდე, ხმალს ნუ ჩააგებ, ჩემთან ხმლიანი ამოდიო. ჩავიდა ამირანი საომრად, გაუსვა და გამოუსვა სიმამრის ლაშქარს, სჭრა ცხრებივით თავები, გაწყვიტა მთელი ლაშქარი და შეხვდა ბოლოს პირისპირ სიმამრს. შეუტიეს ერთმანეთს ამირანმა და ყამარის მამამ. სცეს ერთურც ხმალი, ფარი უფარეს, ორივეს ბექთრები ეცვა, ვერც ერთის ხმალი ვერ აჭრიდა ჯაჭვს. ამირანის ხმალი ყამარის მამის მუზარაც რომ მოხვდებოდა, ნაპერწკლის ცეცხლი ენთებოდა. ყამარის მამის ხმალი ამირანის ბექთარს რომ მოხვდებოდა, ჯაჭვი გველივით წიოდა. უცქეროდა ყამარიც დიდხანს ამირანისა და მამის უნაყოფობას, ხედავდა რომ ამირანს გაუჭირდებოდა და უჭირდა კიდევაც ქაჩთა ბატონის მოკვლა. შეუშფოთდა გული ყამარს და შეჰგმო ამირანი. ამირან, ცოლდედა მკვდარო, ომი ვერიცი კილოსა. მაღლა კი ნუსცემ სპილოსა, დაბლა შემოჰკა რბილოსა, დააწყდებიან ძარღვები, დაეცემიან ძიროსა. ბოძნი რომ დაეჭრებიან, დარბაზნი დაეცემიან. გაიგონა ქალის სიტყვები ყამარის მამამ, მამისად ღალატი, ქმრისად მხრისჭერა, გული აემღვრა და დაუძახა ყამარს ყვედრებით, უყურეთ კახპაქალასა, ქმარი ირჩია მამასა, ქმარი ხესასხა ფოთლა და მამას ვინ მისცემს საწყალსა, რისთვის გაგზარდა დედამა, რისთვის გეტყოდა ნანასა, რად გაწოვებდა ძუძუსა, გირწევდა აკავანასა. დედა შენს რომ შობამდისვე გასწყალებიყავ მუცელში ან ძაღლი ეშობა და გაეზარდა შენს მაგიერ, ისჯობდა შენს გაჩენას და შენს გაზრდას, ის უფრო ნამუსი და სახელი იქნებოდა, ძაღლი უფრო ერთგული იქნებოდაო. ყამარმა უპასუხა, არც რა გამზარდა დედამა, არც რას მეტყოდა ნანასა, მიმაგდის სახლის ყურეში თაგვების ანაბარასა, არც არას მათირებდოდით, არც რას მეტყოდით ნანასა, დამსოდით დავიწყებულსა, მაღირებდოდით დანასა. მაგას გაზრდას ეძახით, რომ ერთხელაც არ მიბრუნებდით თავს ტირილით, რომ მომკვდარიყავიო. ამირანმა გაიგონა ცოლის სიტყვები. შემოჰკრა ქაჩთ ბატონს ფეხებში ხმალი და დასჭრა. მოჰკლა სიმამრი, გასწყვიტა იმის ლაშქარი და გამარჯვებული და გახარებული მიდიოდა ყამართან. წინ ერთი ქაჯი შეხვდა. ნახა ხმალამოღებული ამირანი და უთხრა, ნეტა ხმლიანი სად მიხვალ ამირან თარაქამაო, გასწყვიტე ცოლეულები, ვინ გითხრა ბარაქალაო.
შენ თუ კაცი იყო ხმალს ჩააგებდი და წახვიდოდი ძმების საძებნელად. მოაგონდა უსუპის სიტყვა ამირანს, შენი ცოლის გულისათვის სულ ძმები დავილიენითო. დაავიწყდა ყამარიც, თავისი თავიც და გამარჯვებაც, იმის გულში მარტო ძმების საგონარს ჰქონდა ადგილი. მაშ თქვენი ცოდვის მზიდველი ვიყო თუ არ გიპოვნოთ, მკვდრები იქნებით თუ ცოცხლებიო, გაივლო გულში ამირანმა. ცოცხლები იქნებით, მეც თქვენთან გავიხარებ, მკვდრები და მეც თქვენთან გავითხრი სამარეს და თქვენთან მოვკვდებიო. ესა თქვა ამირანმა და გავიდა მკვდრებით მოფენილ ველზე ძმების საძებნელად. თვალგადაუწვდენელი მინდორი დახოცილი ლეშით იყო შერთული და შეფარული. ყვავი და ყორანი ხარობდა მტრების მძოვრზე. ცალკე ნადირნი ხარობდნენ უპატრონო მკვდრებზე და ცალკე ცის ფრინველნი. სისხლი რუებად მიდიოდა. ეძებდა ამირანი თავის დახოცილ ძმებს მკვდართა შორის, მაგრამ იმოდენა დუნია მკვდრებში აგრეადვილად როგორ იპოვნიდა. ბოლოს როგორც იყო, იპოვნა მკვდარი უსუპი. აიღო ხელში ამირანმა და წავიდა ახლა ბადრის საძებნელად. დიდი ძებნის შემდეგ იპოვნა ბადრიც, ისიც მკვდარი. დააწყო ერთად მკვდარი ძმები ამირანმა. დაჯდა თვითონაც იმათთან და ერთხელ კიდევ ჩასძახა მკვდარ ძმებს, ძმებო, ნუ დამემდურებით, მეც თქვენთან წამოვალო და დაიცა გულში თავისი მოკლე ხმალი. უნდოდა იმათთან ერთად სიკვდილი, მაგრამ ხმალმა არ გაშრა. ამირანი არ მოკვდებოდა, თუ ნეკათიც არ მოიჭრიდა. დაჯდა ამირანი მკვდარ ძმებთან და დაიწყო ტირილი. სიკვდილიც აღარ მეღირსა თქვენთანაო, ღმერთი სიკვდილსაც კი იშურებს ჩემთვისაო. ზის ამირანი და გარს გორად ნაკაფი ქაჯები ყრია. წამოიწევს ერთი მკვდარი ქაჯი და გაზახებს მეორე მკვდარ ქაჯს. ადე, ადე, რა ვიხილე, ამირანს თავის მოკლა უნდოდა, ხმალი დაიცა გულში, მაგრამ არ მოკვდაო. იმან რომ ნეკათით მოიჭრას, მეტიც არ უნდაო. გაათავა ეს სიტყვები მკვდარმა ქაჯმა, მიდვა თავი და ისევ მიწვა. დადგა ისევ სიჩუმე და სიკვდილი. გაიგონა ამირანმაც იმათი ლაპარაკი, ამოიღო ხმალი და მოიჭრა ნეკათით. უდინა სისხლმა და მიწვა იგიც ძმებთან. ყამარო, დამსხენ ძუძუნი, შენც ჩემთან დასთმე თავიო. ცოცხალსა, სიარსამულსა, მე გირჩევნი ვარ მკვდარიო. ეს სიტყვები კიდეც მოასწრო და მიაბარა სული. ცხრათა ფრინველთა მხარგრძელთა ალგეთის ჭალა გაექნა, უძმოსა, უმამისძმოსა ამირანს თავი მაეკლა. მივარდა ყამარიც თმების შლით, დასტირა და დაჰგლო ამირანს, მაგრამ ვინ იყო იმის მეშველი? ზის და ტირის ყამარი, იმისი ცრემლების ზღვას ერთვის, იმისი ცოდვით ხეებს ფოთლების სვივა, ამირანი კი გდია უმეშველო. უცებ გამოძვრება ერთი თაგვი და დაუწყებს ამირანის სისხლს ლოკვას. მოუვა გული ყამარს, გაიძრობს ქოშს ფეხიდან, დაჰკრავს თავში თაგვს და იქვე მოჰკლავს. თაგვის სიკვდილზე გამავარდა იმისი დედა და დაუწყებს ჩხუბს და ლანძღვას ყამარს. შეგლახავ შენა, შენის გულისათვის შენმა მამამ მოიკლა თავი. შენი ქმარ მაზლები წინ გიწყვია მკვდრები. ამდენი ჯარი გაწყდა და შენ კი არ შეგრცხვა. იქნებ ისა გონია რომ მეც არ მენანებოდეს ჩემი შვილი, როგორც შენ, შენი მამა და ქმარ მაზლები. ბრალი შენი, შენ რას უზამ მაგდენ მკვდრებს, თორემ მე ჩემ შვილს მალე გავაცოცხლებო. ესა თქვა თაგუმა, გაიქცა მიირბინ მოირბინა, იპოვნა რაღაც ერთი ბალახი, მოიტანა, წაუსვა შვილს, გააცოცხლა და კისერში კინწის ცემით გააქანა სოროში. ადგა ყამარიც, მოძებნა იგივე ბალახი, იპოვნა, მოიტანა, წაუსვა ამირანს და გააცოცხლა. ადგა ამირანი, მოიფშვნიტა თვალები და თქვა, რა ბევრი მძინებიაო. ბევრი მაშინ გეძინებოდაო, უთხრა ყამარმა, რომ თაგვი არ გამოგჩენიყო. მერე მოჰყვა ქალი ყველაფერს და უამბო, რაც საქმე გადახდა. გააცოცხლეს ბადრიც,
უსუფიც და 4-ვე წავიდნენ სახლში. ნეტავი ძმათა მავალთა ცხარე მზე ამოუხდება, ვერც ვინ წაართომს დიაცსა, ვერც ვინ შინ შემოუხდება. გავიდა კარგა ხანი. ამირანს ბევრი რამ გადახდა. ბევრ დევს დაუბნელა წუთის სოფელი. ბევრი გველეშაპი გამოასალმა ქვეყანას. ამირანს თავის მომრევი არავინ ეგონა ქვეყანაზე. ერთ დროს იქამდის მიიყვანა საქმე, რომ დედამიწაზე მარტო 3 დევი, 3 გარეული ღორი და 3 მუხა დატოვა. თავის სიცოცხლეში ღმერთსაც ბევრი აწვენინა, მაგრამ უკანასკნელი დანაშაული ყველას აღემატებოდა. გაამაყებულმა ამირანმა თქვა: ის ჩემი ნათლია, ღონე რომ მომცა, ნეტაი ერთი მაჭიდა, მეცა და რავაშკაციაო. ერთხელ მართლაც წინ ქრისტე ღმერთი შეხვდა. ამირანმა უთხრა: ნათლიაო, შენ იმოდენა ღონე მომეცი, რომ ქვეყანაზე ვეღარავინ მიწონს და მოდი რაც იქნება ერთი მეჭიდეო. ამირანო, ფილაფოზი კაცი ხარ და მაგდენი როგორ არიცი, რომ ნათლიას არ უნდა ეჭიდო? უთხრა ქრისტე ღმერთმა. არა უნდა მეჭიდო. დაიჟინა ამირანო. მაშ კარგიო, უთხრა ქრისტე ღმერთმა. მე ამ ჯოხს ხელში რომ იჭირავს, დავარჯობ და თუ ამოიღებ, გამარჯვებული იქნებიო. კარგიო, უთხრა ამირანო. მაგრამ ეგ ჯოხი თუნდა ამომიძვრია, თუნდა არაო. დაარჭო ქრისტე ღმერთმა ჯოხი. მივიდა ამირანი, დაეჭიდა და ადვილად ამოიღო. დაარჭო მეორედ ჯოხი ქრისტე ღმერთმა და ამირანმა კიდევ ამოსია და ისევ ადვილად ამოიღო. რას მეთამაშებიო, უთხრა ამირანმა. თუ გინდა მეჭიდე თუ არა და თავი დამანებეო. მაშინ აიღო ქრისტე ღმერთმა თავისი ჯოხი, დაარჭო და უბრძანა. ისეთი ფესვები გაედგა, რომ მთელ ქვეყანას სარტყელივით შემორტყმოდა. მერე უბრძანა ამირანს: ამოსწიეო. დაეზიდა ამირანი ჯოხს, მაგრამ ტყუილად, ცვრაც ვერ უყო. მაშინ დაწყევლა ღმერთმა ამირანი. კავკასიონის ქედზე უზარმაზარი რკინის პალო ჩაასო და ზედ დიდი ჯაჭვით მიაბა. ამირანთან მიაჯაჭვა ღმერთმა ყურშა ძაღლიც, რომელსაც ბევრი ღვთისსაყვარელი ჯიხვი გაეწყვიტა. ეს ყურშა ყორნის ნაშობი იყო და ზურგზე 2 ფრთა ესხა. ამიტომაც არანადირი არ გაეცლებოდა, ვერ წაუვიდოდა. ამირანს დღეში 1 პური და 1 ჭიქა ღვინო აქვს გაჩენილი, რომელსაც ყოველდღე ყორანი უზიდავს. წლის განმავლობაში ამირანი და ყურშა ჭიმავენ რკინის ჯაჭვს და პალოს, ზევით წევენ, იქამდის მიიყვანენ, რომ ეს არის ამოძვრება მიწიდან, მაგრამ ამ დროს ღვთის განგებით ბოლო ქანქალა ჩიტი მოფრინდება და პალოს დააჯდება. ამირანმა იცის ვინ არის ეს ჩიტი, გულმოსული მოუქნებს რკინის უროს, ჩიტი აფრენას მოასწრებს, ურო პალოს მოხვდება და ისევ ძირამდის ჩაარჯობს. ასია მუდამ წელს. რკინის ჯაჭვი ცვდება, თხელდება, უფრო მისგან რომ ყურშა ძაღლი განიადაგებით ლოკავს და ათხელებს. წელიწადში ერთხელ ჯაჭვიც მიდგება ხოლმე გაწყვეტაზე, მაგრამ ქვეყნის მჭედლები დიდ ხუთშაბათ დღეს გრდემლზე კვერს დაკრავენ ხოლმე, ასეთია მათი ადათი და გასაწყვეტად გამზადებული ამირანის ჯაჭვი ისევ სქელდება. იქვე ახლოს უძევს თავისი მოკლე ხმალი ამირანს, მაგრამ ვეღარც არას ისარგია, ისიც ჟანგის და მიწის შეჭმული. ასეთ ყოფაში არიან ამირანი, მისი ერთგული ყურშა და იარაღი. ღმერთმა ნუქნას, რომ ამირანს აეწყვიტოს, თორემ მთელს ქვეყანაზე საშინელებას დაატრიალებდაო, ამბობს ქართველი კაცი. ყველაზე უწინ მჭედლებს დაერეოდა და მერე თვით ღმერთზე გულაყრილი მთელ ქვეყნიერებასაც დააქცევდაო. ჭირი იქა, ხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.